მორიგი პროქსი ომი Deep State-სა და რუსეთს შორის წილად უკრაინას ხვდა. პროქსის სარდლობა პროფესიონალ მასხარა ზელენსკის. 3 წლის თავზე მილიონამდე ადამიანია დაღუპული. Deep State-ის ანგარიშზე კი 500 მილიარდის სამხედრო შეკვეთა. ეს არის ბოროტი მასხარა, რომელიც ხელისუფლებაში ზუსტად ამ მიზნით იყო მოყვანილი, როგორც თავის დროზე ქართული მასხარა სააკაშვილი. იმ დღეში ჩაეგდო ის ქვეყანა, რა დღეშიც არის დღეს უკრაინა. ზუსტად იგივე განახორციელა სააკაშვილმა 2008 წელს. Михаил Саакашвили с напарником с Украины Виктором Ющенко. Зачем ты полез в эту Осетию, а? Зачем ты устроил весь этот передел? Передел. Я говорю, зачем? Ты пугал, я передел. ოსეთის ნაცვლად ანეკდოტი ახლა დონბასზე მართებს, მაგრამ რუსულად ვერ ამბობს. ინგლისურად კი ხუმრობა არ იცის. ტერიტორიები დაკარგა, მილიონი ადამიანი გაწირა, არჩევნები გააუქმა და ახლა მშვიდობის ეშინია, რადგან 4%-იანი რეიტინგით აფსაიდშია. He's down at 4% approval rating. რეიტინგი 4%-ზე აქვს დავარდნილი. ქალაქები კი ნანგრევებშია. მართალია კიევი არა, რადგან რაკეტები დაზოგეს, თორემ 20%-ის დანგრევა თუ შეძლეს, სურვილის შემთხვევაში 100%-საც დაანგრევდნენ. ახლა მაგიდასთან უნდა ადგილი, მაგრამ ხალხს არ ეკითხებიან, უკრაინელები ამბობენ, დიდი ხანია არჩევნები არ გქონიაო. Zelensky's government in Ukraine. Zelensky's მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს ადგას. ჩვენ ვხედავთ გაუქმებულ არჩევნებს, ოპოზიციას, რომელიც გააჩუმეს, ციხეში დაამწყდიეს, ეკლესიები დაკეტეს, რელიგია აკრძალეს, მედია მთავრობის კონტროლის ქვეშ მოაქციეს. ის, რომ ზელენსკი პუტინის წინააღმდეგია, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია რა პრინციპით მოქმედებს. სააკაშვილს დასცინოდა ამერიკის მარიონეტიაო. თავად კი ამერიკასაც აღარ სჭირდება. მხოლოდ ბრიუსელს უნდა სათამაშოდ, რომელიც ყველა ცოდვას შეუნდობს ზელენსკის. ოღონდ კი მშვიდობას ხელი არ მოაწეროს. ისე როგორც სააკაშვილს ეძახდა დემოკრატიის შუქურას. ოღონდ კი პროქსი ომში ჩაერთო. უკრაინა ისეთი სისწრაფით განაგრძობს დემოკრატიისკენ სვლას, ვფიქრობ უფრო მალე აღმოჩნდება ევროკავშირში, ვიდრე შემდგომი გაფართოებისთვის დათქმული 2030 წელია. მადლობა ზელენსკის ასეთი შედეგებისთვის. ესეც ევროპული ღირებულებები. ბრიუსელი Deep State-ის თოჯინად და ომის დამქაშად იქცა. მეორე საკითხია, შეძლებს კი ტრამპი ბრიუსელის დამარცხებას. კითხვა, რომელზე პასუხიც მთელი მსოფლიოსთვის გადამწყვეტია. გაიმარჯვებს Deep State-ი, იქნება კიდევ ეს რევოლუციების მცდელობები და ამ მცდელობებში უამრავი სისხლი დაიღურება. გაიმარჯვებს პრაგმატული და ხირსეული პოზიცია ახალი ადმინისტრაციის, ამერიკის შეერთებული შტატების, რასაკურველია მსოფლიო ამოისუნთქავს. და არ მოხდება ისეთი საშინელება, სადაც სააკაშვილი და მისნაირები იქნებიან ჩართულები აი ამ დანაშაულებრივ პროცესებში. სააკაშვილი ციხეშია, მისნაირი ზელენსკი კი დილემის წინაშეა. არ იცის რომელ მხარეს დადგეს, რომ გადარჩეს. ბრიუსელი ომისთვის 800 მილიარდს პირდება, თუმცა ამდენი ფული არ აქვს. მშვიდობა კი უფასოა და ამერიკის მხარესაა. ამისთვის რამდენად არის მზად ევროპა თავის ბიუჯეტით, როდესაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამეორდება, რომ ზუსტად ის წამყვანი ქვეყნები, რომელმაც უნდა მიიღოს ესეთი გადაწყვეტილები და რომელსაც ძირითადი ქვეყნები, ესე ვთქვა, თვალებში უყურებენ თუ რა ნაბიჯებს გადადგავენ თავარ წამყვან ქვეყნებს, როდესაც რეცესიით ასრულებდნენ წლებს, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. ზელენსკი ძალიან მძიმე დღეშია. მან ომში შეიყვანა ქვეყანა, რამაც კატასტროფული შედეგები მოუტანა. ახლა თავის დაძვრენას ცდილობს, მაგრამ ტრამპის გარეშე ამას ვერ შეძლებს, რადგან ბრიუსელი თეთრ სახლს ვერ დაძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში ზელენსკი სათავეში დიდხანს ვეღარ დარჩება. მან დააღალატა საკუთარი ქვეყანა და ისტორიაც შესაბამისად შეაფასებს. ამ გზაგასაყარზე ზელენსკის ბუნებრივია არჩევანი უჭირს და ამიტომაც ცალკე ბრიუსელს უგორებს კოჩს. აცხადებს, ომი დიდხანს არ დასრულდებაო. თუმცა მას შემდეგ, რაც ამის გამო თეთრი სახლიდან გააპანყურეს, ცეცხლის უპირობო შეწყვეტას თანხმდება. უკრაინელები დათანხმდნენ ჩვენს შეთავაზებას, რომელიც სროლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებას გულისხმობს. უკრაინელები მზად არიან ამ პროცესისთვის. რუკაც კი გავშალეთ და ომის დასრულების შესაძლო ვერსიები დავხადეთ.
ანუ არათუ ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდნენ, ტერიტორიის დათმობის ვერსიებიც განიხილეს. არადა წინა დღით ზელენსკი ნებისმიერ სამშვიდობო ნაბიჯს გამორიცხავდა. ცხადია, უბრალოდ ევროპულ deep state-ს ახმოვანებდა. მე არასდროს დავთანხმდები ამერიკისა და რუსეთის გადაწყვეტილებას, რადგან ეს ომი ჩვენი ომია და დანაკარგებით ჩვენია. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, ეს მათი საქმეა. თუმცა უკრაინაში ომის შესახებ მათ არანაირ გადაწყვეტილებას ჩვენ არ მივიღებთ. ერთ დღეში ეს რიტორიკა შეიცვალა რიტორიკად, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა და კონფლიქტი უნდა გაიყინოს. ამ ყველაფერს ხო საზოგადოება უყურებს პირველ რიგში უკრაინაში და შემდეგ მთელ სოფლიოში. და ნათელია და დაუფარავია თუ რეალურად რა ძალების და ვის ინტერესები იდგა აი ამ დამანგრეველი ომის უკან. ეს უკვე ნათელია, მას აღარავინ აღარ მალავს. ბევრი კი თავიდანვე ამბობდა, რომ deep state-ის ინტერესი პროქსი ომი იყო, როგორც ბევრი გვინახავს, თუნდაც ავღანეთში. 50 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ უკრაინაში ომის პირველივე წელს. ზუსტად იმდენი, რასაც წელიწადში საშუალოდ ავღანეთში ვხარჯავდით. არადა ჩვენ და თავად ჯერ ერთი ტყვიაც არ გვისვრია. ასე რომ მართალია თეთრი სახლი რუსების მტკიცებას უარყოფს, რომ ეს პროქსი ომია. მაგრამ დიახ, ეს ასეა. ჩვენ პროქსი ომი გვაქვს უკრაინაში. პროქსი ომისთვის სუპერსახელმწიფოები მესამე ქვეყანას ირჩევენ. რადგან უშუალო ღია კონფლიქტი ბირთვულ რისკებს შეიცავს. სხვისი ხელით ერთმანეთთან ბრძოლა კი უსაფრთხო და უმტკივნეულოა, ისევე როგორც 2008-ში იყო საქართველოში. დასავლეთს არაფერი სკენია. რუსეთმა რეპუტაციული ზიანი მიიღო. საქართველომ კი ტერიტორიის 20% დაკარგა. იმავეს ვხედავთ უკრაინაშიც. ეს დაპირისპირება არ შექმნილა გუშინ. ეს გრძელდება ეს დაპირისპირება და ამან გარკვეულ ისტორიის გარკვეულ პერიოდში ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. მათ შორის არის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, როცა შეეძლო სააკაშვილის ხელისუფლებას გადაერჩინა ქვეყანა ამ უბედური შედეგისაგან. მაგრამ მაშინ გაიყიდა. მაშინ მიჰყიდა თავისი პოლიტიკური მართვის რესურსი ამერიკის შეერთებულ შტატებს. იგივე გააკეთა ზელენსკიმ, როდესაც deep state-ს მიეყიდა და კომედიანტი ერთბაშად პრეზიდენტი გახდა. პოლიტიკური ველი მანამდე მას იანუკოვიჩის ჩამოგდებით მოუსუფთავეს. ჯერ კიდევ 2014-ში დაგეგმა ამერიკამ რუსეთ-უკრაინის ომი, როდესაც ცენტრალურმა დაზვერვამ და ბრიტანულმა MI6-მა კიევში ოპოზიციის ხელით ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი იანუკოვიჩი ჩამოაგდეს. რუსეთთან პროქსი ომის გაჩაღება მაშინ უკვე ჩაფიქრებული ჰქონდათ. This war didn't even start in 2022, it started in 2014. აი მაშინ დაიწყო ეს ომი 2014-ში და არა 2022-ში. ეს იყო ძალისმიერი გადატრიალება, რომელმაც დაამხო უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც სურდა ნეიტრალიტეტი. მეტიც, შეუთვალეს, რომ მოკლავდნენ და ისიც გაიქცა ქვეყნიდან. ამერიკამ მეორე დღესვე აღიარა ახალი მთავრობა. იანუკოვიჩის ჩამოსაგდებად დამხმარე ძალა მაიდანზე ნაცმოძრაობამაც გაგზავნა. ვარდების რევოლუციაში გამოცდილი NGO-ები კონსულტანტად, ხოლო სნაიპერები ხალხის დასახოცად, რასაც აქციაზე რევოლუციის მუხტი უნდა გაეღვიძებინა. სააკაშვილს პირადად არ გადაუბირებივარ ამ სამუშაოსთვის. ეს მისმა კაცმა, მამულაშვილმა გააკეთა. თუმცა ამ ყველაფრის უკან სააკაშვილი დგას. И за всем этим стоит Саакашвили. ეს ქართველი სნაიპერები, როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, ირწმუნებიან, რომ ბინძურ სამუშაოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის, ასევე უკრაინელების, ანდრეი პორუბისა და სერგეი პაშინსკის მითითებით ასრულებენ. ანუ ეს თქვენ ჩაცხრილეთ ხალხი მაიდანზე. კი, ასე შეიძლება ითქვას. ასე გამოვიდა, ბრძანება იყო ხალხის მასის თავს ზევით სროლა, რათა ქაოსი შეგვექმნა. ეს 20 რიცხვში დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყო. ანუ როდესაც პირველი გასროლა გავიგონეთ. Мы услышали первый выстрел. ჩვენ ორნი ვიყავით, მე ფანჯარა გავაღე, საიდანაც ჩემმა მეგობარმა გაისროლა. Сначала я открыл окно, и мой друг выстрелил. ამის შემდეგ შევიცვალეთ პოზიცია და შაშხანა უკვე მეავიღე. საერთო ჯამში ყველა 5 ტყვია გავისროლეთ. И так мы выстрелили все 5 патронов. სააკაშვილის სნაიპერები მაიდანზე სასტუმროდან ისროდნენ, თუმცა იყვნენ სხვებიც, რომლებიც კონსერვატორიის შენობიდან ისროდნენ და ეს მაშინვე გამჟღავნდა. თუმცა ვინ მოაწყო ხალხის ხოცვა დღემდე უცნობი რჩებოდა.
მაიდანზე მათ 14 პოლიციელი და 45 პროტესტანტი მოკლეს. მოდიოდა მე მოვიდა. А потом пришли иностранцы. შემდეგ მოვიდნენ უცხოელები, ასევე მამუკასთან ერთად ადგილობრივები, შემდეგ ოფიცრები და ასე შემდეგ. ამ დროს მოვიდა მიშაც, მას ამერიკელი ახლდა. ისინი მამუკასთან და ყოფილ ქართულ ოფიცრებთან ერთად საუბრობდნენ. დაგეგმეს ყველაფერი და ჩვენს აგვიხსნეს რა უნდა После გაგვეკეთებინა. этого все было спланировано, и они объяснили нам, что делать. Кем был этот американский? ვინ იყო ის ამერიკელი ოფიცერი? Я даже рассмеялся, მისი когда я სახელი რომ услышал გავიგე его имя. გამეცინა კიდეც. სერჟანტი ბრაიანი გამახსენდა ფილმიდან. Его звали Брайан. Я не знаю его მოკლედ настоящего. ბრაიანს ეძახდნენ. არ ვიცი Я მისი вспомнил ნამდვილი сержанта გვარი. Брайана из фильма «Его звали Брайан». Я не знаю его настоящую фамилию. ბრაიან ბოიენგერი, ამერიკელი ოფიცერი. უკრაინის სათავეში მარიონეტი ზელენსკის დასმის შემდეგ Deep State-მა ცხადია თავისი აგენტურა იქ კიდევ უფრო გააძლიერა და საქმე საბოლოოდ რუსეთთან ომამდე მიიყვანა, რაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. აღმოჩნდა, რომ აქ თურმე აი ამ პროცესებში მონაწილეობას ღებულობდა არა მარტო ის საზოგადოება და ის ხალხი, ვიზედაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკვე ღიად ლაპარაკობს. არამედ წვრილ-წვრილი მონაწილეებიც, რომელიც იმსახურებდნენ თავზე ხელის გადასმას და წითელ ხალიჩაზე მიწვევას. და მათ შორის აღმოჩნდა სააკაშვილიც. სააკაშვილი არის ამერიკული სპეცსამსახურების სტაჟიანი აგენტი, რომელსაც ისინი ანიჭებდნენ ყოველთვის გარკვეულ ფუნქციასა და როლს იქნებოდა ის საქართველოში თუ უკრაინაში, იმისათვის რომ ის მომსახურებოდა მათ ინტერესებს და იქნებოდა ის საქართველო თუ უკრაინა გამოეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცხადია, სააკაშვილს და მის კოჰორტას ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი მაიდნის სისხლიან რევოლუციაში. Deep State-მა რამდენიმე სვლიანი პარტია გაითამაშა. მაიდნის შემდეგ 2019-ში ზელენსკის პრეზიდენტად დასმა და 2022-ში უკრაინაში ომის გაჩაღება. მეოთხე სვლა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა ყოფილიყო. თუმცა ქართულმა ოცნებამ ქვეყნის ღალატზე უარი თქვა. პასუხად 4-ჯერ სცადეს მისი ჩამოგდება და მარიონეტი ნაცმოძრაობის დაბრუნება. თუმცა ამაოდ ქართულმა ოცნებამ ხალხს ღია დაუხსნა საფრთხე და Deep State-ის პროპაგანდა ამით მოიგერია. საქართველოს არ ქონდა სხვა გზა თუ არა ელაპარაკა სიმართლე თავის ხალხისთვის მიეტანა სწორი ინფორმაცია, ვინაიდან პატარა ქვეყანა, როდესაც ორი დიდი გიგანტური ძალის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდება, სხვა გზა არ რჩება პატარა ქვეყანას თუ არა იყოს გულწრფელი და აი აქედან გამომდინარე შექმნას ფარი საკუთარი მოსახლეობის და საკუთარი ქვეყნის დაცვის. რუსეთთან პროქსი ომში ჩასართავად ზემოქმედებას ამერიკის ელჩი კატეგორიულად უარყოფდა. აბსურდიაო, თუმცა სიმართლემ თავი არ დამალა. 3,700,000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომს. შემდეგ ჩართეს ამ ყველაფერში რადიკალური ოპოზიცია, ქუჩაში დააყენეს რადიკალური ოპოზიცია ამ კონკრეტული მოთხოვნებით და შემდეგ ამ კოორდინაციაში ჩართეს უკვე უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც 1 მარტს ომის დაწყებიდან 5 დღეში გაიწვია ელჩი საქართველოსთან. როცა უკრაინაში ომი დაიწყო პირველივე დღეებიდან საკმაოდ წარწინებული და დიდი ქვეყნის ლიდერები და მათი ელჩები აქ თავისუფლებას აძლევდნენ, რომ მოეწოდებინათ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომ ჩართულიყვნენ ამ გამანადგურებელ ომში ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ის სულ რამოდენიმე დღეს თუ გასტანდა ჩვენს ქვეყანაში, თქვენო პარტიზანული ბრძოლის გამოცდილება გაქვთ და ასე ვთქვათ, ტყეებისათვის და მთებში გასახიზნად გაიმეტეს ეს ქვეყანა. პარტიზანული ომის ხელშეწყობა, მოხალისეთა ჩარტერული რეისებით გაგზავნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება Deep State-ის ძირითადი მოთხოვნა იყო, რასაც რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოჰყოლოდა. ამერიკის ელჩთან ჩემი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, როდესაც მან ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, არანაირი სხვა პასუხის მოსმენა მას არ სურდა და შეგახსენებთ ასევე, რომ ყოფილი ელჩი საჯაროდ ამას არადოს არ ადასტურებდა, რომ ასეთი მოთხოვნა იყო. გამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც სხვადასხვა დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ, ერთ-ერთი იყო მათ შორის და მან
ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე და ამას ხელს ვერ მოვაწერდით და ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები ინგლისურად ასე იყო ნათქვამი you are hitting a brick wall რაც რო თარგმნოთ ნიშნავს იმას რომ აგურის კედელს ეჯახებითო, ყრუ კედელს ეჯახებითო. და იყო სურვილი ჩვენი ინსტრუმენტად გამოყენებისა და რომ არ გამოვაყენებინა ჩვენი თავი ინსტრუმენტად, ამიტომაც გაბრაზდა ზოგიერთი და ცდილობს დღემდე რომ ეს არის რასაც ხედავთ, ჩაანაცვლონ ხელისუფლება საკუთარი მარიონეტები. განზრახული იყო რევოლუციური სცენარით, არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილება იმისათვის რომ მოსულიყო ძალაუფლებაში აგენტებით, აგენტურული ქსელით დაკომპლექტებული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ უსიტყვოდ მონურად შეასრულებდნენ ნებისმიერ დავალებას, რომელიც წამოვიდოდა მათი პატრონებისგან, სპეცსამსახურებისგან, deep state-ისგან და საქართველოს გაწირავდნენ დამანგრეველი ომისთვის. თუმცა ეს რა გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ომი ტრამპს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიჰყავს. ბრიუსელი კი ზელენსკის აგულიანებს, არ გინდა მშვიდობა და ამერიკაზე მეტი არახს მოგცემთო. ჩვენ მივცემთ უკრაინას იმდენი არახს, რამდენიც აქამდე არასდროს მიგვიცია. 3 მილიარდი ფუნტის ღირებულების 150 ქვემეხს და საჰაერო სისტემებს უკვე რამდენიმე დღეში მივაწვდით. ამერიკა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებაშია. ევროპა კი ისევ ომს ებღაუჭება. რაში სჭირდება deep state ომი, თუ კი მთავარ მიზანს, რუსეთის დასუსტებას და პუტინის ჩამოგდებას ვერ ახერხებს. დანარჩენი მიზნებისთვის, სამხედრო შეკვეთებზე ფულის საშოვნელად, მით უმეტეს რომ მოძველებული იარაღს ყიდის და საწყობსაც ათავისუფლებს და ახალი იარაღის გამოსაცდელადაც უკრაინას პოლიგონად იყენებს. ცხადია, რომ ამ ომის ფინალი ვერც რუსეთის კაპიტულაცია იქნება მოსკოვში და ვერც უკრაინისა კიევში. ომების უმეტესობა დაზავებით სრულდება და მაშინ რატომ წელავენ ამ პროცესს? იმიტომ რომ უკრაინა იარაღის საცდელ პოლიგონად სჭირდებათ. როგორც საკუთარი, ისე რუსული იარაღის შესაფასებლად. გარდა ამისა, ომი დიდი ფულის წყაროა. ფულის ანგარიში ამ დროისთვის 9 ტრილიონი დოლარია და ბრიუსელი კიდევ 800 მილიარდის სამხედრო შეკვეთას გეგმავს. ეს ფულიც ცხადია Deep State-ის სამხედრო კომპანიებში დაილექება. უკრაინელები იბრძოლებენ, ვიდრე ბოლო მათგანი არ მოკვდება. თუ საჭირო გახდა გადავლენ პარტიზანულ ომზე. ჩვენ კი მათ უნდა მივაწოდოთ ყველა სახის იარაღი. Financial Times რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ღიად განუცხადა, რომ უკრაინა ნატოსთვის უნიკალური პოლიგონია, როგორც საკუთარი იარაღის გამოსაცდელად, ასევე რუსულ იარაღთან შესადარებლად და მოძველებული იარაღის გასანადგურებლად, მაგალითად კლასტერული ბომბების. უკვე გამოიყენეთ კლასტერული ბომბები. არა, ახლა ხან მივიღეთ, ჯერ არ გამოგვიყენებია, თუმცა ეს ჩვენთვის ახალი ბიძგი იქნება. ეს იარაღი 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ევროკავშირში 20 წლის წინათ აკრძალეს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მაღალ რისკს შეიცავდა. წესით უნდა გაენადგურებინათ, რაც ცხადია, ფული დაჯდებოდა. უკრაინაში კი პირიქით, ფული იქით მიიღეს სამხედრო კომპანიებმა და ბომბებიც გაანადგურეს. ხოლო მათ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას აღკიდეს. კლასტერული ბომბები ვითარებას ძალიან წაადგება. საკუთარ ტერიტორიაზე მათი გამოყენება უკრაინის გადაწყვეტილება იყო, ხოლო მიწოდებას ამერიკული კომპანიები უზრუნველყოფენ. ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მეტი იარაღი უნდა მივაწოდოთ. მაგალითად, A10-ის სისტემები, რომლებიც ჩვენი შეიარაღებიდან უკვე ამოვიღეთ და შეიძლება უკრაინაში გამოყენება. საზღვაო სარაკეტო სისტემები. ჩამოწერილი იარაღის უფასო უტილიზაცია პროქსი ომის კიდევ ერთი სარგებელია. მილიონზე მეტ დახოცილს კი რა თქმა უნდა ანგარიშში არ თვლიან. ისინი ხომ უკრაინელები და რუსები არიან. უკრაინაში ომის მხარდაჭერა სამხედრო ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლები გვიჯდება და ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან ამერიკელები ამ ომში არ იხოცებიან, უკრაინელები კი გმირულად ებრძვიან და ასუსტებენ რუსეთს, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესია.
they don't care at all. And sometimes they say მილიონი უკრაინელი გაწყდა რის გამო? არაფრის გამო და ჩვენ სენატორებს ეს ოდნავადაც არ ანაღლებთ. მით რომნიმ პირდაპირ თქვა, ეს ხომ საუკეთესო ვარიანტიაო. არც ერთი ამერიკელი სიცოცხლე არ დასჭიროებია ამას. ეს არ არის ბოროტება, რომ არ განაღლებს უკრაინელები, რომლებიც ამოხოცე. The standard bearers of democracy, but also don't you have an obligation to kind of care about the people you kill? I think so. You think so? რა თქმა უნდა ასეა და ვფიქრობ ამერიკელი ხალხიც ასე ფიქრობს. თუმცა არ მგონია ამავე აზრის იყოს ჩვენი უსაფრთხოების აპარატი. ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ჩვენ მიერ ინიცირებულ ომებში. ასე რომ კიდევ ერთი მილიონი იქით, მილიონი აქეთ ვისადარდებს. აქ წყდება ვინ მართავს მსოფლიოს. ამერიკის ნამდვილი ინტერესი უკრაინაში რუსეთის დასუსტებაა, რისთვისაც ამერიკულ იარაღს და უკრაინულ სისხლს ეფექტურად ვიყენებთ. დღითი დღე ვასუსტებთ რუსეთს ისე, რომ საკუთარი ჯარისკაცების სახლში გვყავს. განა ეს არ არის ეფექტური პოლიტიკა. მე შეგახსენებთ სენატორ ლინცი გრემის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა ზელენსკისთან შეხვედრაზე. მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, უკრაინისთვის გაგზავნილი მილიარდობით დოლარი არის ყველაზე კარგი ინვესტიცია, თუ კი რამე შეიძლებოდა განეხორციელებინა ამერიკას. გამომდინარე იქიდან, რომ ხდებოდა ამერიკის სტრატეგიული გეოპოლიტიკური ინტერესების გატარება, იხოცებოდნენ რუსი ჯარისკაცები და ომი მიმდინარეობდა უკრაინის ტერიტორიაზე. ცხადია, ეს ნიშნავდა, რომ ეს იყო proxy ომი. Let's face it, we're waging a proxy war. ვაღიაროთ, რომ უკრაინაში ჩვენ ვაწარმოებთ პროქსიომს, სრულიად აშკარა პროქსიომს და ამ დროს ჩვენს პროქსებს არ ვაძლევთ საკმარის იარაღს თავიანთი საქმის შესასრულებლად. ჩვენ მეტი იარაღი უნდა მივცეთ უკრაინას. მეტიც, გაირკვა, რომ ჯონსონის ზემოქმედებით ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022-ში ომის დაწყებიდან მოკლე ხანში თქვა უარი მშვიდობაზე. პუტინთან შეხვედრისას ზავი ფაქტობრივად მიღწეული იყო, როდესაც ზელენსკიმ უეცრად დატოვა მოლაპარაკება. ამის შესახებ ისრაელის ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. של המערב לגיטימית არ ვიცი, დასავლეთს ალბათ ჰქონდა ლეგიტიმური მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა გაეგრძელებინა პუტინზე თავდასხმა. להכות בפוטין ולא להגיע. אבל מה זה להכות בפוטין? פוטין היכה באוקראינה. მაგრამ განა პუტინი არ დაესხა თავს უკრაინას. אל מול זאת אומרת הגישה היותר תקיפה. გულისხმობ აგრესიულ პასუხს. მე არ მოქმედებდი დამოუკიდებლად. ყველა დეტალი შეთანხმებული იყო ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან. მათ კი დაბლოკეს ომის შეწყვეტა, რაც მიმაჩნდა, რომ არასწორი იყო, მაგრამ მე მხოლოდ შუამავალი ვიყავი. ნაფტალი ბენეტმა ეს ამბავი 2 წლის შემდეგ შარშან გაამჟღავნა და მაშინვე სკანდალი გამოიწვია. რუსეთი არაერთხელ ეცადა ომის თავიდან არიდებას, ხოლო ომის დაწყების შემდეგ მის დასრულებას. და რომ არ შეგვეშალა ხელი უკრაინისთვის, ომის უბედურებას ასწდებოდა. მაგრამ ამას წინ მსხვილი სამხედრო კომპანიების ინტერესი გადაეღობა. ნორთონ გრუმანის, ბიონგის, ლოკჰედ მარტინის და სხვების, რომელთაც ომის საკუთარი გაყიდვებისთვის სჭირდებათ. ნაფტალი ბენეტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივად დაბლოკეს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა გაეგრძელებინათ პუტინზე თავდასხმა. We could have prevented this. Our leaders, those in power, დიახ, ჩვენ შეგვეძლო ამ ომის თავიდან აცილება და ამერიკის ადმინისტრაციამ ეს არ გააკეთა. უფრო მეტიც ეს ყველაფერი დამალეს. რაც აჩვენებს, რომ საერთოდ არ ანაღლებთ უკრაინელი ხალხი, საერთოდ არ ანაღლებთ არც ამერიკელი ხალხი, დემოკრატია ან თავისუფლება. მათ ინტერესში თავიდანვე იყო მილიარდობით შეიარაღების გაგზავნა უკრაინაში და ამაზე ხელის მოთმობა. ტულსი გაბარდს ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოება ჩააბარა. შესაბამისად, Deep State-თან ბრძოლაში ის დღეს ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. They are not committed to peace. ევროპული ქვეყნები სულაც არ არიან მშვიდობის მხარეს, არც თავისუფლების მხარეს. ისინი ძირს უთხრიან დემოკრატიას, ახშობენ ხალხის ხმას და ანტიდემოკრატიულ კურსს ადგანან. ამას კარგად ვხედავთ დიდ ბრიტანეთში, ასევე გერმანიაში. ისინი აქეზებენ ზელენსკის, რომ განაგრძოს ომი. ეს უნდა დასრულდეს. როდესაც პროქსი ომის ორი მხარე, ამერიკა და რუსეთი ომის დასრულებაზე თანხმდებიან და ამას წინ ევროკავშირი ეღობება, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ Deep State-მა შტაბ-ბინა ბრიუსელში გადაიტანა. მიიჩნევს, რომ ომი მისია და ახლა ევროპელებზე სურს ფულის კეთება. To have a peaceful strength.
რადგანაც უკრაინის ეკონომიკას ისევე როგორც ენერგეტიკასა და თავდაცვას ახლა ჩვენ ვაფინანსებთ, ძლიერი მშვიდობაც უკრაინაში მხოლოდ ევროკავშირის მონაწილეობით შეიძლება დამყარდეს. ანუ ფულს თუ ჩვენ ვიხდით, მაშინ ომსაც ჩვენ ვუკეთავთ. უბრალოდ ომის სინონიმად ძლიერ მშვიდობას იყენებს, რაც თურმე ძლიერ შეიარაღებას მოითხოვს. ევროპა აშკარა საფრთხის წინაშეა, ამიტომ ევროპის ლიდერებს მე ხელახალი შეიარაღების გეგმას ვთავაზობ. ძლიერ მშვიდობას ძლიერად შეიარაღებული უკრაინას სჭირდება. ისე როგორც ორუელის დისტოპიურ რომან 1984-შია. ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობა, რაც Deep State-ისა და ურსულას საერთო სლოგანია. ორივე დღეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკის მტერია. სინამდვილეში ომი უკრაინაში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პროქსი ომია და ის უნდა დასრულდეს, რაც ამერიკასა და ევროპაში ზელენსკის მოკავშირეებს არ სურთ. მათი გეგმა ომი გაგრძელდეს რამდენ ხანსაც საჭიროა, რაც გეგმა კი არა ტრამპის სტრატეგიის საბოტაჟია. ამიტომაც არ ჩართო ტრამპმა ევროკავშირის სამშვიდობო პროცესში. იცოდა, რომ ჩაოშლიდა მოლაპარაკებას. ახლა კი საბრძოლო ესკალაციას გეგმავენ ომის შესანარჩუნებლად. თქვენ ადრე თქვით, რომ ევროკავშირს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან. კმაყოფილი ხართ თქვენი როლით ამ პროცესში? ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ჩვენს გარეშე შედგება, ვერ განხორციელდება, რადგან ომი ევროპის ტერიტორიაზეა და ჩვენი თანხმობის გარეშე ვერაფერი მოხდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან. ფაქტია, რომ ამას უკვე მეასედ ითხოვენ. მაგრამ ტრამპი ბრიუსელის Deep State-ს მოლაპარაკების პროცესთან ახლოსაც არ უშვებს. ამასობაში კი Deep State-ი ახალი პროქსი ომისთვის ნიადაგს სერბეთში ამზადებს. 4 თვეა იქ ფერადი რევოლუციის სცენარით უწყვეტი აქციებია და ამ დღეებში კულმინაციას მიაღწია. More than 100,000 people in the Serbian capital 100,000-ზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა ბელგრადში ანტისამთავრობო აქციაზე. აქციები 4 თვის წინ სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, რომლებიც რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევას უკავშირდებოდა. პროტესტანტები პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვენ, რომელსაც რუსეთისადმი კეთილგანწყობაში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი ჯერ კიდევ შარშან აცხადებდა, რომ Deep State-ი პროქსი ომში სერბეთის ჩაბმას ცდილობდა. და როგორც ჩანს, ეს პროცესი უკრაინის სამშვიდობო პროცესმა დააჩქარა. სერბეთის სპეციფიკურ მდგომარეობაშია. სუპერძალები სერბეთში პროქსი ომს პოლიტიკური მოთამაშეების ხელით ეწევიან. NGO-ები და მედია ყოველდღიურად ყველა საშუალებით ცდილობენ ჩვენი მთავრობის ჩამოგდებას. საქართველოს მსგავსად, სერბეთმაც ბოლო რამდენიმე წელიწადში არაერთი ფერადი რევოლუცია და მაიდნის სცენარი მოიგერია. თუმცა Deep State-ი პროცესს კვლავაც განაგრძობს. ჩვენ სუვერენული სამთავრობო კურსის შენარჩუნებას ვცდილობთ, რისთვისაც მაღალ ფასს ვიხდით. ისინი ცდილობენ დაანგრიონ ჩვენი ქალაქები, სოფლები და მთელი ქვეყანა, რის საშუალებასაც არ მივცემთ. მათ უნდათ რევოლუცია და ეს პროცესები გარედან არის მართული. სერბეთს ამ პროცესების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ევროპაში, ჯერ კიდევ 1999 წლიდან, როდესაც ნატომ გაეროს რეზოლუციის გარეშე იქ მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. 78 დღე ბომბავდით ბელგრადს, რომ სერბეთი დაგვეშალა, რადგან პრორუსული იყო. დავარღვიეთ საზღვრები, შევქმნით ახალი ქვეყანა კოსოვო და ჩავდგით იქ ნატოს ბაზაში. ანუ ჩვენ არ გადავარჩინეთ დაჩაგრული მუსლიმანური მოსახლეობა. არა, ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელსაც მანამდე კარგი ლოკაცია სამხრეთ ევროპაში თავისი ბაზისთვის არ ჰქონდა. და ჩვენ დავხოცეთ ხალხი, დავანგრიეთ ქვეყანა. სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ბევრ სამწუხარო რამეს ვაკეთებთ. ბევრ ომს ვაწარმოებთ. ჩვენ ხომ მუდმივი ომების ქვეყანა ვართ. პრობლემაა კოსოვოს სტატუსიც, რომელიც სერბეთის ნაწილია. თუმცა იქ ნატოს ბაზაა განლაგებული და წლებია სერბეთის კონტროლს არ ექვემდებარება. ნატო ცდილობს სერბეთში ახალი პროქსი ომი გააჩაღოს. შეცვალოს მთავრობა და სერბეთის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ შემოაბრუნოს. ბოლო დღეების მოვლენები აჩვენებს, რომ Deep State-ი მიზანთან ახლოსაა. ანტისამთავრობო აქციებზე უკვე 56 ადამიანი დაშავდა, რაც ქუჩის პროტესტს დამატებით მუხტს აძლევს. მოვლენები მაიდნის სცენარს კიდევ ერთხელ ემსგავსება.
ამ ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა აუგორეს რობერტ ფიცოსაც, სლოვაკეთის პრეზიდენტს, რომელმაც გაბედა და პუტინს შეხვდა და ქვეყნის გაზით მომარაგების საკითხზე ესაუბრა. Vidíme štruktúru, ktorá chce ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო გადატრიალების სტრუქტურირებულ მცდელობას სლოვაკეთში, რისთვისაც საპროტესტო აქციები გამოიყენება. ვხედავთ, როგორ ცდილობენ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას, რომ აგრესიის ესკალაცია გამოიწვიონ. ბოლო თვეებში მსგავსი პროცესები გამოიარა საქართველომაც და სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. შეძლო დაემარცხებინა Deep State-ის მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა და მისი მორჩილი კოლექტიური ნაცმოძრაობა. პროპაგანდისტული გალაშქრება, რამაც ქუჩაში გამოიყვანა ხალხი და არაერთხელ. მაგრამ ჩანაფიქრი სხვა იყო. ჩანაფიქრი რევოლუცია იყო, გადატრიალება იყო და ისეთი ხელისუფლების მოყვანა სათავეში, რომელიც დაემორჩილებოდა ყველა ბრძანებას, რომელსაც მიიღებდა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან. აი ეს იყო აზრი. მაგრამ დასავლეთის ეს წარმტაცი ჩვენთვის წარმტაცი და დღემდე წარმტაცი სტანდარტი გასაკვირველია დაიკარგა აი ამ ცივსისხლიან პრაგმატიზმში. თუმცა პროცესი გრძელდება. ბრიუსელის Deep State-ის სანქციაზე წერს და ამით ქვეყანაში არეულობის ხელახალ გაღვივებას ცდილობს. იქნებ კიდევ ერთი გადატრიალების მცდელობა მოასწრონ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვას დაიწყებს. რისი პირველი ნიშანიც ამერიკის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს. როგორ შეიძლება ამ დინამიკას მიეცეს ბიძგი? სწორედ ამაზე წარიმართა საუბარი შეხვედრაზე, რასაც მეხუთე კოლონის ისტერიკა მოჰყვა, რადგან იციან, რომ ეს პროცესი მათთვის დასასრული სტოლპასია. ტრამპი არის სერიოზული პრობლემა, ის რეალურად წარმოადგენს ხო ნეოფაშისტურ ძალას, რომელიც საბაზისო თავისუფლებებსა და თანასწორობის ღირებულებებზე ამბობს უარს, რომელიც იყენებს იმ სისუსტეებს, რომელიც თანამედროვე დემოკრატიებს აქვს და ჩვენ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ ალტერნატიული პროგრესული დღის წესრიგები. ამერიკას, რომელიც ამ ქალს და მის NGO-ს წლები აფინანსებს. ფაშისტურ ძალას უწოდებს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტა. რომელია ამ ისტორიაში ფაშისტი, ადვილი მისახვედრია და ისიც თუ რა ალტერნატიულ დღის წესრიგზე ელაპარაკი. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ხო ერთადერთი აქტორი. ევროპული კავშირი არის მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი აქტორი. ჩვენ ევროპული კავშირის წევრობა გვინდა, ხო? აქვე ხაზგასმით გავიხსენოთ. ამერიკის გარდა სხვა აქტორებიც არის და მათი ხმა ძალიან მკაფიოდ გვესმის. და რა ესმის ევროკავშირის ოფისიდან ქართულ მეხუთე კოლონას, რაც იმედს უსახავს. რა თქმა უნდა შეიარაღება და ომის პერსპექტივა, მათ შორის ყბადაღებული მეორე ფრონტი საქართველოში. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ იარაღისა და ამუნიციის დაუყოვნებლივი მიწოდება უკრაინისთვის. ეს ევროკავშირის უმთავრესი მიმდინარე ამოცანაა. რა მოხდება მომავალში არავინ არ იცის. აქედან გამომდინარე სტაბილურობა ჩვენი ქვეყნის არის ჩვენი ამოცანა. და ამ სტაბილურობას ხშირ შემთხვევაში სიმკაცრეც სჭირდება. არ უნდა მივცეთ საშუალება აი ამ სამშობლოს გამყიდველ ხალხს, ავიც უსამშობლოებს უფრო, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემამხტარებმა მიაღწიონ მართვის ბერკეტებამდე. თავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და გადარჩენა ამ ასე ვთქვათ Deep State-ის თამაშისაგან. ამას თამაში ქვია, სხვა არაფერი. ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლე. ყველაფერი გაშიფრულია, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილი. ერთ მხარეს ტრამპის მსოფლიო სამშვიდობო პროცესია, მეორე მხარეს ლიბერალური ფაშიზმის მცდელობა შეინარჩუნოს ომი და ხალხის ხოცვა უკრაინაში. ასევე ომის ახალი კერები გააჩაღოს ევროპაში. ხოლო შუაში პატარა საქართველოა, რომელიც ომსა და მშვიდობას შორის დგას და ჰყავს მთავრობა, რომელიც არათუ ირჩევს, არამედ საკუთარი უსაფრთხოების ფასად იცავს მშვიდობას.